დღეს ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა იმოგზაურო იაფად და დაისვენო ბიუჯეტურად. დღეს ჩვენ ვიმოგზაუროთ ლიონში და მოგზაურობისთვის გვექნება მხოლოდ და მხოლოდ 300 ლარი. ჩვენი მოგზაურობის პირველი ხარჯი იქნება რა თქმა უნდა ავიაბილეთების ღირებულება, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ ერთი მიმართულებით 59 ლარად შევიძინე. ანუ ჯამურად 98 ლარი ჩვენ არსებულ ბიუჯეტს უკვე გამოაკლდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბილეთები ყოველთვის ასე იაფი არ ღირს, ამიტომ რამდენიმე კვირი ან თვით ადრე უნდა შეგვიდეთ შეამოწმოთ და წინასწარ დაჯავშნოთ თქვენი ფერი. გამომდინარე ჩვენი ვიდეოს კონცეფციიდან, გადავწყვიტე რომ ქალაქის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდე, რაშიც ჩვენს ბიუჯეტს 2 ევრო და 60 ცენტი გამოაკლდება. აეროპორტიდან გავეშურე ქალაქის ცენტრისკენ იმისთვის, რომ ქალაქში დასარჩენი ადგილი მენახა. გამომდინარე იქიდან რომ მოგზაურო ბიუჯეტურად, გადავწყვიტე რომ ღამე გავათენო ჰოსტელში და არა ჰოტელში. შეგახსენებთ რომ ჰოსტელის და ჰოტელს შორის არის დიდი განსხვავება. ჰოსტელში სულ 2 ღამით გავჩერდი. ამაში კი სულ 46 ევრო გადავიხადე. რას დამერწმუნებით, რომ საფრანგეთში დარჩენისთვის ძალიან იაფია. ესე გამოიყურება დღევანდელი ჩვენი დასარჩენი ადგილი. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ბიუჯეტი იყო შეზღუდული რაოდენობით, გადავწყვიტე რომ მეკირავ ესეთი ტიპის ჰოსტელი, სადაც რამდენიმე მოგზაური ერთად იყრის თავს. ხდება იქ ერთმანეთის გაცნობა, დამეგობრება და ასე შემდეგ. ეხლა ჩუმად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ზოგს წინავს, მე მგონი არ ვიცი ფარდები გაწეულია და შუქები ჯამქრალია. რაღაც ფაჩუნი ისმის. ეგები. ხო და მოკლედ რომ დაგათვალიერებინოთ ეხლა რა შედის ამ ღირებულებაში. წამოდი. ეს არის ჩემი კოიკა. აქ ინახავთ თქვენს პარკს დაცულად. წერტილი მოწესრიგებული, რომელიც არის საერთო. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში რამოდენიმე მოგზაური ერთად ისვენებს, ძალიან უფრთხილდებიან სიზუფთავეს და ერთმანეთისგან მიაქვს დიდი პატივისცემა. ამინდებში როგორც ხედავთ არ გამიმართლა, სანამ ვიღებდი სასტუმროს, სანამ მოწესრიგდი და ვბინავდი და ასე შემდეგ, გაწვიმდა, მაგრამ ვისაც არ დაწვიმა. გამოვედი ახლა, მივიდი ვარ აუცილებლად სანახავ ადგილებზე. რა თქმა უნდა ფეხით, იმიტომ რომ ტრანსპორტში მე ფულს არ გადავიხდი. სასტუმრო სპეციალურად ისეთი შევარჩიე, ჰოსტელი ისეთი შევარჩიე, რომ ყველა იმ ადგილებთან ახლოს ყოფილიყავი და აი პირველი სანახაობა უკვე გამოჩნდა და მოდი ერთად ნახოთ რა ხდება ახლა. ძალიან რეალისტური არის ეს ნახატი, ახლა რასაც ვუყურებთ, აი შორიდან და შევხედე. რატო დგას ამ სიტუაციაში ხალხი გარეთ აივაზე და მე გამახსენდა თურმე ის ადგილია, როც უნდა ნახოს აქ ადამიანები. ხო და აი თქვენც შეგახედეთ ახლა ჩემთან ერთად. ძალიან ლამაზი ადგილია. დიდხანს აქ აღარ გავჩერდი. ამინდის მიუხედავად, გადავწყვიტე რომ ნოტრდამის ეკლესიასთან მაინც ავსულიყავი. იქ მოსახვედრად ან უნდა ახვიდეთ ფეხით, ან ისარგებლოთ ფუნიკულიორით. რა თქმა უნდა, მე ფული არ გადამიხდია ფუნიკულიორში და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ფეხით. ნუ ხო, თანხის დაზოგვის პუნქტში. იკითხარით ყველაფერი ახლა ჩვენს ჰოსტელთან თქო, მაგრამ ესე რომ მიყვე და მიყვე ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით არის და ფეხით ამდენი სიარული არ იყოს ძნელია, მაგრამ ბოლომდე ავიდეთ ახლა ნოტრდამის ეკლესიასთან, გადავიღოთ იქაც რაღაცეები და მე ცოტა შევჭამოთ რაღაცა თორე ენერგია ნელ-ნელა ნულზე ქვევით ეცემა. ჯიგარმა? ხო, ეს ბექა, რომელიც ლიონში ჩემთან ერთად მოგზაურობს და Google Maps-ით სწორედ მას ვანდე და შემდგომ რა მოხდა, ამას თავად ნახავთ. მოიცა რა ძმაო რა ავიდეთ სწორი გზით რა. აღარ მინდა ამ კიბებზე სიარული. წადი შენ ეგრე მე ისე წავალ და ვინ უფრო მალე ავა. დიდხანს ცდილობდა არ არის ბექა ეგრე გზად დაიკარგები. მე არ გიპოვი. ჩემს მიმართულებას დავადგე. ეს წამ შეხედე. ჩელენჯიკერ შეიძლება არ იყოს მართალი იყო, მაგრამ შეხედე. ხო და მე ყველა დროს არ დავკარგავ ეხა ისედაც მშია ცუდად ავალ ყდები. ხო და ისა მეგობრებო. ეს გიუბნებოდით ხალხო. ის ქალაქი არის ჯანსაღი ცხოვრებით, მაცხოვრებლებით სავსე. ტიპები აი დარბიან შორტებით, მაიკებით, შორტებით და მაიკებით ველოსიპედზე დაქრიან. მანქანას 1-2 იმას თუ ნახავ. გამრევს. არჩენი არავინ. ყველა ფეხით დადის. 3 წლის ბავშვი ველოსიპედზე იჯდა, ოღონდ წინ დედამისი იჯდა უკან ეს მული ყავდა საწყალი ბავშვი. მე მგონი ავი იყო და მაგიტო ყავდათ დამული. არ ვიცი. მე ვიციო გზაო, წავედი. წავედი.
მატარა მივედი ჩიხთან გაჭედილი ქონია თურმე ამას თავის მაპი მეუბნება რომ მოიცა ბიჭო ეგრე არ უნდა წამოსულიყავით აჰა სპორტსმენი კიდევ ერთი გიჟი გადარეული შეხეთ ხა შორტებით ვიყინები ხელები მეყინება მე უკანა გზაზე რაღაცა ჩიხინა ხა ასატეხი იქ უნდა ავიდეო აიჩემა მეთქი არა მე მანდ არ ამოვა მე შენ ტრაექტორიებში გზებში და იმგენში აღარ გენდობდი ამ ბუტაი ხარ დადისე მარტო არც ჩამოსულა მორბენლებს ვხედავ გული მისკდება არ გაცივდნენ ფელბექსი დალია სახში რომ მიხვალ რეკლამა არა ეს უბრალოდ კეთილის რჩევა სულ რამოდენიმე წუთი და ნოტერდამის ეკლესიამდე უკვე ავალთ ეს არ არის ის ნოტერდამი რომელიც დაიწყო ადრე შემდგომ რესტავრაცია გაუკეთდა ეს არის ლიონის ნოტერდამის ტაძარი ის იყო პარიზის რო ავალ ახლა უკვე რამდენიმე წუთი დარჩა ავალ გადავიღებ კაი კადრებს და შემდგომ გადავინაცვლებთ შემდეგ ლოკაციაზე ვამინდობის გამო და ძალიან მალე ჩამობრუნდა ფიქრობ რომ ხვალინდელ დღეზე გავანაწილებ სხვა ლოკაციების დათვალიერებას ნახოთ როგორ იქნება ყველაფერს ერთად გავუკლავდებით მე მჯერა თქვენი გამოიწერთ ახი და ლაიქეთ ვიდეო და გოჩი დავდექით პატარა ნოკოს არქის განვითარებაში აი ეს ხალხი რო დარბის შორტებით და მაიკით აი ესეთ ქარში არ ვიცი რა ჯამრთელობის იმუნიტეტი აქვს ამისთანა მოკლედ მეგობრებო ამოვედი ნოტერდამზე როგორც იქნა ცოტა შეგვაგვიანდა შეგვაღამდა ვიფიქრე დრონს აუშვებ თქო მაგრამ იმ სიმაღლეზე ვართ ამოსულები რომ მეშინია ქარმა მე არ წამიღოს დრონზე აღარ მაქვს ლაპარაკი ასე რომ შევიდეთ ახლა შიგნით და ერთად დავათვალიეროთ როგორ გამოიყურება შიგნიდან ლიონის ნოტერდამი თქმა მინდოდა ახლა გამოვედი ამ ტაძრიდან კი ხედავთ როგორი ქარიც არის უამინდობაც დრონი მაინც ვაფრინე ამ ტაძრის ნახვა მონახულება ნებისმიერი მსურველისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადგილობრივი ხარ თუ ჩამოსული ტურისტი ხარ არის უფასო ასე რომ ჩვენს ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ გამოაკლდა და წავედით ახლა 1-2 ლუკმა გავტეხოთ თორე დილიდან ისეთი მშიერი ვარ კუჭი აღარ არის ჩემი თანამდენივი არით მეგობრებო, ნახევარი ეიფელი უნდა განახოთ ახლა. აი ესე, ტაძრიდან გამოსულს ნახევარი ეიფელი. კოშკურა დაგვხვდა გზად. საინტერესო ნაგებობაა. შორტებიანები არილებიან, მორბენლები არილებიან. გაცივდებით, მოიცვით რაღაცა ბიჭო. არ შეიძლება. მოძრავი ლამპიონები გინახავთ? მე მინახავს. თქვენ რო გონიათ რომ კოჯოში რეიკი დარბოდა, აგე ესენი დარბიან. ჰაი. ჰა? არ ვიცი რაღაცა ფესტივალს დავემთხვიეთ თუ რა არის, მაგრამ ყველა მეორე ადამიანი დარბის. მეორე კი არა, ყველა დარბის. დედაჩემი რო ხედავთ ეს ახლა ამორბენლებს უყოლას კაშნით გაეკიდებოდა და ჩააცმევდა. არ ვიცი, აშკარად მევაკეთებ ცხოვრებაში რაღაცას არასწორად. რას ვაკეთებ არასწორად? იმიტომ რომ ამდენი ადამიანი ვარჯიშობს და ავი 80% დარბის შორტები. არ ვიცი. სიცივია. ორთქოს ხედავთ ალბათ. შემოვედი ახლა მარკეტში და აი ესეთი სენდვიჩები არის. უკვე გამზადებული. 3 ეურო და 55 ცენტად არის თევზის. აი რაღაცა რაპებიც არის. ოულეთ როტი კრუდიეც. მაიონეზი არ გვინდა. ავიღოთ. აი ეს. ცხარე
სენდვიჩი, ევზით და წიწაკით. ეს ინტერესად გამოიყურებიან ესენი. მაგარი რაღაცები. ეს რა არის? მაკარონები გაიჩით. ავიღოთ წყალი. €1 ძვირია, იაფიან მოგზაურობაში ვიყიდოთ 50 ცენტიანი. აქ ვიყიდოთ ფასებით. გულა გაინტერესებს. ეს ფასებით. საკმაოდ პრაქტიკაში არის. აღნიშნულ. ეს ერთი მაღაზიაში თანხას. ჩემი შენაზენი იყო €4 და 59 ცენტი და ხურდაც დამიბრუნა აპარატმა. €3.50 და 50 ცენტიანი წყალი. ეს არის საჩუქრ, ძალიან მაგარი სუნია. ეს არის კვერცხის, წიწაკის, სალათის ფურცლის და ტუნას სენდვიჩი. დაღლზე რო ყველაფერი გემრიელია. არგუმენტია. ხოთშორის ძალიან გემრიელი აღმოჩნდა ეს სენდვიჩი. ძალიან უხდება ტუნა, წიწაკა და კვერცხი ერთმანეთს. არ ვიცოდი აქამდე. მე მგონი ჯანსაღად უნდა დავიწყო ცხოვრება. უნდა ვირბინო და ესე უნდა ვჭამო. გათენდა მორიგი დღე მეგობრებო და ჩამოვედი ახლა საუზმეზე. გუშინში ამჩნიეს რომ რაღაცებს ვიღებდი და მოკლედ სასტუმრო მომწერა Instagram-ზე რომ საუზმეს ჩუქნითო. ეგ ჩუქება მივხვდი მე რასაც ნიშნავდა და განახებთ მოკლედ ახლა რა შედის ამ ჰოსტელის საუზმეში. ავარჩიე საუზმიდან ისე მითხრეს ჩუქნით რომ მე მეგონა რომ აი დიდი ნადი მიიშლებოდა და მზად ვიყავი ხო და არაფერი ესეთ პატარა ფრანგული საუზმე შევკარდი croissant ჩიზ არ ვიცი როგორ არის ფრანგულად მოკლედ კრუასანი ჯიგულად გიტყვით ქართულად რა კრუასანი ყველი ძეხვი მოღაშული კვერცხი ყავა და წყალი ეგ არის ჩემი საუზმე რა ამჯიგარმა რა გაკეთა იცით კვერცხი იდო და წინ გონდა მოსახალში აპარატი რა კვერცხის და აი ხო და უმი კვერცხი აი ესე უმი კვერცხი დაიდო შაქარი ვერ ნახე ძმა ის ყავისფერო ის შაქარი ეგ არის შაქარი კი აუცნაური შაქარი ნაზიცომი ხრაშუნაზე დაგივი უნგემრიელესი და უნგემრიელესად მომზადებული. სადაც არ უნდა ვიყო ძალიან იშვიათად, რომ ყავა სადმე დავლია და მომეწონოს. მართლა არ დავუკარგავ იმ არომატს დაგემოს, რაც ამ ყავას თანხდებს. გაგიმარჯოთ, დილის მადლი შეგეწიოთ. მოვედი ახლა ჰოსტელიდან და მივდივარ ერთ ძალიან მაგარ ადგილას, სადაც ულამაზესი არსებები დაგვხვდებიან, ხო და რამდენიმე არსება პირველად უნდა ვნახო მეც და დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან მოგეწონებათ ის არსებები, ასე რომ ერთად გავუდგეთ ფეხით გზას. მოვედით მეგობრებო, ლიონის ცენტრალურ პარკში, სადაც პატარა საყვარელი ზოოპარკია გაშენებული. ეხლა ნელ-ნელა მოვივლი ყველა ცხოველს, ყველა იმ არსებას, რომელიც აქ ბინადრობს და დაგათვალიერებინებ თქვენს.
მე მივხვდი რომ აი ეს ჩემი რეიბანები რაც მიკეთია არ არის ეგრეთ წოდებული წიგროვი. ეს არის ჟირაფოვი. ჟორული. ჟორა. ჟორა. ო. ოცლანა ჯუაჩკა მომყიდეს. ახალგაფე. იგარო რაშჭა. ბევრი ვისეირნე თუ ცოტა შეიძლება ითქვას რომ ლიონი უკვე საკმარისად დავათვალიერე. ხო და დარჩენილი ბიუჯეტით ახლა ცოტა პატარა პური გავტეხოთ და რაც დაგვრჩება იმით უკან დავუბრუნდეთ აეროპორტში. მადლობა უთხრათ ლიონს მასპინძლობისთვის და დავუბრუნდეთ მშვიდად თბილისში. That means you're extra. შევედი ლიდლში, მოკლედ როგორც ნახეთ და პიცა და წყალი სულ რაღაც 2 ევროთ და 99 ცენტად შევიძინე. მე მგონი ეგრე ეწერა, ზუსტად არ მახსოვს ფასი. ამასობაში ჩამოვლდა. შევჭამე ხა ამას, დავაგემოვნებ და შიმშილის მუღამს ყოველ შემთხვევაში მომიკლავს რა. და მე აწი ჩამოვალ თბილისში და რაც მოხდება ყველამ კაი აფიქსე. ხო და დავსინჯოთ აბა რა არის. გემრიელია, უბრალოდ ცხელი რო იყოს ან თბილი. ის გემოები უფრო კოჩი იქნებოდა და სასიამოვნო პიცა იქნებოდა. თუ ბაგეტი, თუ რაც არის რა, მოკლედ გემრიელია უბრალოდ ცივია. თუმცა იმ შიმშილის მუღამს მაინც კლავს და თავისე შვება რა. გემრიელია და როდესაც ბიუჯეტურად მოგზაურობ ადამიანი გიწევს რომ ესე საწყობებში და რაღაც ესეთ ადგილებში გამოიყვება ხოლმე. მოვედი ლიონის აეროპორტში, ჩვენი ვიდეოს დასასრულს მივუახლოვ და არხით ამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე. ხო, ვიდებით რომ დიდხანს აღარ გავქრები.